2024 წლის არჩევნებზე გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ უბანზე მარკირების სითხის ნაცვლად აღმოჩნდა წყალი. ახლა ფაქტებით მოგიყვები, რატომ არ აქვს ამ ინფორმაციას რეალობასთან არანაირი კავშირი. თავდაპირველად ავხსნათ, რა არის მარკირების სითხე. მარკირების სითხე არის თვალით უხილავი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უნებელი ქიმიური საღებავი, რომელსაც ამომრჩეველს მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე ასახავენ. თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებდნენ დაინტერესებული მხარეები და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომლის საპასუხოდ საარჩევნო ადმინისტრაციას ყისიერი რეაგირება ჰქონდა. არჩევნების დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა თავად გამოეცადათ მარკირების სითხე და ენახათ, რომ საარჩევნო უბნებზე სხვა ნივთიერება არ გამოიყენებოდა. ვრცელდება სრულ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარკირების სითხის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფარანი და ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ, რომ თავად მოგზავნდეთ ჩემთან და გადავამოწმოთ ერთად და დავწუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაციაც გახლავთ სიცრუე. უფრო მეტი დეტალისთვის შევიდეთ დეზინფორმაციის ვებგვერდზე. მარკირების სითხე გადის შესაბამის შემოწმებას. ასევე მოჰყვება სერტიფიკატი შემადგენლობის შესახებ. ხოლო საქონლის მოწოდების შემდეგ ხდება შესაბამისი თანამშრომლების მიერ მისი ტესტირება სიმულაციის გზით. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოყენებულ მარკირების სითხეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში ულტრაიისფერი სხივებით განათებით ნათებას არანაკლებ 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებდა. ხელის მრავალჯერადი დაბალის შემთხვევაშიც კი. ასე რომ აუცილებლად გადაამოწმე ინფორმაცია საარჩევნო საკითხების შესახებ. შედი დეზინფორმაციის ვებგვერდზე disinfo.cc.gov.gr და გაიგე სიმართლე.